კითხი მდგომარეობს შემდეგში. დღეს ქართული ოცნება არის იმ მოცემულობაში, როდესაც მას რეალურად დაუდგა საფრთხე იმისა, რომ უბრალოდ არავინ არ არის სოფლიოში, ვისაც მასთან უნდა საუბარი, თუ მათ ინტერესს არ წარმოადგენს ეს. ანუ იმ სახელმწიფოების ინტერესს არ წარმოადგენს საქართველოსთვის ლაპარაკით ქართულ ოცნებასთან არავის არ უხარი. ეს ცხადია და ჩვენ ვიცით მაგალითად ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველანაირი პროტოკოლის დარღვევით, თორსა ბრიფინგზე დგებიან, მხოლოდ იმ საკითხებზე საუბრობენ, რაზეც იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი, ან ზედად პირდაპირ უთხრა ის სათქმელი, რასაც პროტესტზე რუსთაველზე მდგომი ხალხი ეუბნება, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დარღვეულია, სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა, პოლარიზაცია გაგრძელებულია, სანქციები იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ არ ეშინოდეს ქართულ ოცნებას და თუნდაც ისეც მდგომარეობაში იყოს, რა მდგომარეობაში იყო 26 ოქტომბრის არჩევნებამდე. მაშინ ეს კლოუნადა, რომელიც მათ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიით საზოგადოებას, ასე ვთქვათ, სიძულვილს და პოლარიზებას კიდევ უფრო დამატებით აწვეთებენ. ეს ერთი და მეორე, მუქარა პოლიტიკური პარტიების გაუქმების და მესამე და ასევე გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის, როდესაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები მათ მიმართ არის მე არ მეგულება ლიდერი, ვისაც სისხლისამართლის საქმე არ აქვს, ან დაკავებული არ ყოფილა. ეს რეალობაა, ხო არ ვაზვიადებთ, ეს ხო ფაქტია. აქედან გამომდინარე, ეს გამონპირობებულია იმით, რომ ქართულ ოცნებას მხოლოდ ერთადერთი გზა აქვს. პოლარიზების და რეპრესიების სხვა ალტერნატივები მათ თვითონვე მოიკლეს, ასე ვთქვათ, თვითონვე შეზღუდეს და ის გადაადგილებები, რაც ხდება ქართულ ოცნებაში, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, მე ვერ ვიქნები მაღალი წარმოდგენის ვერცეთი ხელმძღვანელის, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა ან მანამდე, ან აწყოში, ან მომავალში ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში უხელმძღვანელებს, უბრალოდ ერთ ფრთას, ყველაზე უფრო აგრესიულ და რეპრესიულ ფრთას ბარდება ეს ინსტიტუტები. აქ რაზეა საუბარი? აქ საუბარი არის შემდეგზე, რაც უფრო მეტი იქნება ზეწოლა, უნდა ვთქვათ, რომ ქართული ოპოზიცია ამ მომენტში არის მრავალფეროვანი, განსხვავებული შეხედულებები და ჩვენ განსხვავებულ სტრატეგიასაც ვთავაზობთ საზოგადოებას. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ მეტი სიცხადეა საჭირო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ნაწილი ოპოზიცია ამბობს, რომ ეხლა ამის დრო არ არის და სხვა ასაკითხებია პრიორიტეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მრავალფეროვნება პირდაპირ გეტყვით. ცუდი არ არის, მაგრამ სიცხადის შეტანა არის აუცილებელი. რატომ? ჩვენ გვჭირდება ხელჩასაჭირი ინსტრუმენტები და არა ქართული ოცნების შიშები. ვინაიდან ქართული ოცნების შიშები შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, თუნდაც აი ეს თქვენ პირველ კითხვაში რაც იყო, რომ აი ხო არ ემზადება ქართული ოცნება ახალი არჩევნებისთვის. ამ ახალი არჩევნებისთვის მზადება. კითხეთ რომელი არჩევნებისთვის? ხო, და მე გულისხმობ რომელი არჩევნებისთვის ეს ფავდას ამბობენ ამას თენგო. ხო, არ მჯერა რომ ქართულ ოცნებას ჭირდება ასე ვთქვათ დამატებითი მექანიზმები არჩევნების მომზადებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ 26 ოქტომბრის არჩევნები და რასაც ოპოზიცია ამბობდა მაშინ და ვიღაცებისთვის ძნელად დასაჯერებელი იყო, ფაქტურად ახდა. ხო, ჩვენ ვსაუბრობდით იმას, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით გაყავდა არჩევნები, ანუ ქალბატონი ფიქრერასაც საუბრობდა რეგისტრატორები, ვერიფიკაციის აპარატი და ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა პირადობებით ან ეგრეთ წოდებულ კარუსელში ჩართული. ეს დადასტურდა, იმიტომ რომ ამის დაკვირვება აგვიგზალეს, რომ შემოწეს. მარტო ჩვენ კი არა პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა, არამედ სადამკვირვებლო მისიებსაც განუსაზღვრეს ის სად უნდა იყოს. მაგრამ ეს ცალკე საკითხია და ამ საკითხს ცალკე ვერაზროს ვერ განვიხილავ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არჩევნების გარეშე და უშუალოდ პოლიტიკური პროცესის გარეშე. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, ამ ადამიანებს მორალური უფლება არ აქვს, რომ ჩაატარონ არჩევნები, ვინაიდან მათ ვერ უზრუნველყოს ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ის რაც დამტკის და ის რაც შეცვალეს და ასე შემდეგ და რომ ვთქვათ, რომ ეს კარგია. უბრალოდ ვერ უზრუნველყოს არჩევნების ფარულობა. და ეს არის თავარი მიზეზი, რატომაც ვერ უნდა ჩაატარონ. ანუ ისიც კი ვერ შეასრულეს დავალება, რაც უნდა შეესრულებინათ. აქედან გამომდინარე, დღეს არის საჭირო მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მრავალფეროვანია, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება. პრინციპულ საკითხებთან შეთანხმება, მათ შორის ის საკითხი, რაც არის და გულწრფელად გითხრათ, რომ ეს ჩვენს სასარგებლოდ ქულაა პოლიტიკური, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი სიმტკიცე იმისა, რომ განსხვავებით თუნდაც წინა შემთხვევისგან 2020 წლის შემთხვევისგან ჩვენ დავდექით მყარად ერთიანი ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება ქონდა კოალიციაცვლებას, ერთიანი რაკეთა შევთანხმდით ამას, უბრალოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ არ შევდივართ ამ პარლამენტში, ვარს ვამბობთ მანდატებზე და ლეგიტიმაციის მთავარი
პრობლემა რაც ყველაზე მეტად აწუხებს ქართულ ოცნებას. ერთადერთი რაც აწუხებს ახლა არის თავარი ლეგიტიმაცია. ეს აწუხებს ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად და ეს პრობლემა შეუქმნა ქართულმა ოპოზიციამ. მეორე რაც ყველაზე მეტად აწუხებს ეს არის უწყვეტი და მტკიცე პროტესტი, რომელმაც ასევე უნდა შეიძინოს მრავალფეროვნება. და ძალიან მიხარია, რომ ოჯახის წევრები ამ ძიმე ემოციურ ფონზე და მდგომარეობაში იღებენ ინიციატივას და ჩვენ რვაში ვიქნებით. მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შევთავაზოთ პროტესტის მრავალფეროვნება. ანუ როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეალ პოლიტიკაზე, ანუ რეალურ პოლიტიკაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ჩემი აზრით ვერ ვიქნებით ადეკვატურები საზოგადოების მოთხოვნებთან მიმართებაში. თუ ჩვენ ბოლომდე არ ვილაპარაკებთ ჩვენ ასე ვთქვათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით ერთი მხრივ და არ ვიქნებით პროტესტში, არ ვიქნებით წინააღმდეგობაში. წარმოიდგინეთ ადამიანი გემუქრება დაკავებით, გაუქმებით, აკრძალვით და ასევე ადამიანი ამბობს, რომ აქ მე ვაყალიბებ ერთპარტიულ რეჟიმს და სისტემას. ამის წინააღმდეგობა იმით, რომ არჩევნებისთვის ემზადება? ყველა შემთხვევაში არჩევნებისთვის ემზადება, გამორიცხულია ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს და შემდეგ ერთპარტიულ ადგილობრივ თვითმმართველობებს გაუძლოს თუ იქ არ იქნება ალტერნატიული პროცესი. და ერთპარტიულ შეავს გულისხმობ. იმას კი არ ვამბობ, რომ მარტო ქართული ოცნებამ შეიძლება მიიღოს და არა, ვინც მიიღებს ქართული ოცნების მხარეს იქნება, თუ არ დაკმაყოფილდება ორი მთავარი პირობა: ახალი არჩევნების სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციით და პატიმრების ღირსეული განთავისუფლება. ეს ორი აი მე ვერ წარმომიდგენია გულწრფელად ვამბობ, პატიმრების ციხეში და აი რა უნდა უთხრათ თბილისის რომელიმე ოლქში ამომრჩეველს, რომ აი რას გპირდებით. გულწრფელად მაინტერესებს, აი რას გპირდებით, ნაკლებ საცობს, ნაკლებ კომუნალურობის დაკავშირებით პრობლემას, მეც საპარკინგი ადგილს, აი რას და ამ დროს ერთპარტიული სისტემაა, ლიდერების ციხეში, პოლიტპატიმრების ციხეში, ანუ სასწორზე ხონდა ანუ პრიორიტეტები ხონდა განისაზღვროს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, თენგო თევზაცისთვის წარმოუდგენელია და მე ამიტომ ხონდა ფიქრობ, რომ კულუარული პოლიტიკის დრო ამ ერთ-ორ თვეში ან დასრულდება, ან ქართული ოცნება დაიხევს უკან. ეს სხვა ალტერნატივა არც ჩვენ აღარ გვაქვს. უბრალოდ ქართული ოცნებისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს ორი გზა. ერთი ვაჩვენოთ რეალური კოორდინაცია და ის ინსტრუმენტები, რაც ჩვენ ხელშია, ვთქვათ, რომ ამ ინსტრუმენტებს ვიყენებთ, არ შევდივართ იმ ორი პირობის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთიეს და ვაძლიერებთ პროტესტს და ვხდით მრავალფეროვანს. მეორე ეს ძირითადი ორი. სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია სანქციები, საერთაშორისო კუთხით ურთიერთთანამშრომლობა, მათ შორის წინააღმდეგობის სხვადასხვა ფრონტის დაუმორჩილებლობა და ინსტიტუტების, ასე ვთქვათ, და ინსტიტუტების არაღიარება და რასაც ვაკეთებთ მაგალითად ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობა, ასევე სხვა ინსტიტუტებთან არ თანამშრომლობა. ეს არის ის, რაც შეგვიძლია. ქართულ ოცნებას მხოლოდ ერთი გზა აქვს, ნახოთ ვისი აჯობებს. აჯობებს შაქარაშვილების თუ შაქარიშვილების თუ აჯობებს იმ ქართული საზოგადოების, რომელსაც უნდა საქართველოს იყოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო.